საერთო ხელსაქმისთვის მოვიცვით აუცილებლად. თუმცა ცოტა მოგვიანებით მანამდე მოვიცარეთ პრობლემებზე სასაუბროთ. ისაც მე მგონი ყველა ჩვენგანს ძალიან გვაწუხებს და ხშირად გვესმის ხოლმე ასეთი რამ, რომ თბილისი ნაგავის ქალაქად სამწუხაროდ და ჩვენი მე მგონი დიდი წვლილია ამაში და დიდი ადამიანები ნამდვილად ცოდავენ ამ მიმართულებით ყველაზე მეტად. მოდი სტუმრები წარმოვადგინოთ. ლევან ჟღარკალა, ფილსერვისის დირექტორის მოადგილე, მადონა პირველაშვილი, ეკოვიჟენის პროექტების კოორდინატორი. მოგესალმებით, დიდი მადლობა სტუდიაში მომხდარებით. გარდა იმისა, რომ ვაღიარებთ რომ ჩვენ ვცოდავთ ხშირად და არ ვზრუნავთ გარემოზე ისე როგორც უნდა ვიზრუნოთ, ბუნებრივია სახელმწიფომა ძალიან ბევრი რამ უნდა ჩადოს იმისთვის, რომ ჩვენ ვიცხოვროთ ეკოლოგიურ სუფთა გარემოში. ჩვენ საუბრობთ და გვინდა ვისაუბროთ ნორიოს საყოფაცხოვრებო ნარჩენების პოლიგონზე, რომელიც 2010 წელს აშენდა. როგორც ამბობენ, ეს არის ძალიან მაღალი სტანდარტის ნაგავსაყრელი. რო გითხრათ ბატონო ლევან, დავიწყოთ სწორედ აქედან საუბარი, რა ტიპის ნაგავსაყრელია და თუ არის ყველა ის სტანდარტი დაცული, რაც აუცილებელია რომ იყოს. მივესალმებით თქვენ მაყურებელს. მე მინდა ვთქვა, რომ ერთადერთი ნაგავსაყრელი ოფიციალური რაც არსებობს საყოფაცხოვრებელს არის ნორიოს პოლიგონი, რომელიც 92 ჰექტარზე არის აშენებული. შედგება ორი უჯრედისგან, პირველ უჯრედი დაკონსერვებულია, სადაც 1,000,000 ტონაზე მეტი ნაგავია, ასე ვთქვათ, დაკონსერვებული და მეორე უჯრედში დღეს მიმდინარეობს მუშაობა, განთავსება. მე მინდა აღვნიშნო, რომ დედაქალაქში 1000 ტონაზე მეტი ნაგავი გამოდის ყოველდღიურად და ეს ფიქსირდება მატებად. ამ შემთხვევაში თბილსერვის ჯგუფი დაგვადასუფთავებიდან გამომდინარე, ასევე მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია არსებული ნარჩენების გაუნებელყოფა ლილოს პოლიგონზე. ამით სადაც მიმდინარეობს ყოველდღიური მუშაობა, მე მინდა აღვნიშნო, რომ მასში არის მართლაც მაღალი სტანდარტები. მინდა გითხრათ, რომ ის ნაჟური წყლები არამს არ მიედინება არანაირ, ასე ვთქვათ, ქანებში და მდინარეებში. არსებობს ეს მოსაზრებაც. მე მინდა პირდაპირ გითხრათ, რომ ეს თანამედროვე სტანდარტებით იწმინდება წმინდა წყლის დონეზე, ასე ვთქვათ, ქიმიურად იწმინდება და მხოლოდ შემდგომ უკვე გაწმენდილი ეს ნაჟური წყლები მიედინება სანიაღური ქსელებში. ამაზე თუ შეიძლება გითხრათ მეც იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რაც გავრცელებული საზოგადოებაში აზრი, რომ ასევე თავის მდებარეობით თუ უშლის ხელს თუნდაც მოსახლეობას თუ არის დაცული ის ტერიტორიული სიშორე დაუშვათ ამ შემთხვევაში, ან თუნდაც აეროპორტისთვის რამდენად საფრთხეს წარმოადგენს. მოგახსენებთ, რა თქმა უნდა, გარკვეული პრობლემები დაგვდა ლილოს პოლიგონზე. პირველი პრობლემატიკა არის ძალიან ძაფრის სუნი, რომელიც აღენიშნებოდა, ჩვენც ამას აღვნიშნავთ. რამოდენიმე საერთაშორისო ექსპერტი მოვიწვიეთ, ასევე ადგილობრივი ეკოლოგიური ექსპერტიზა დავდებით, სადაც ასე ვთქვათ, იქიდან გამოსული გაზის სუნი არის, რომელიც მოსახლეობას აწუხებს. უკვე მიმდინარეობს საპროექტო სამუშაო, ჩვენმა მენეჯმენტამ მოახერხა, რომ ძალიან დიდი ფული ჯდება მისი გაკეთება და გაკეთდება აუცილებლად გაზშემკრეფი და ეს არის გაზშემკრეფი, როგორც მოგეხსენებათ, დაახლოებით 20 წლის განმავლობაში არსებული დაკონსერვებული, ასე ვთქვათ, პოლიგონზე დაკონსერვებული ნაგვიდან 20 წლის განმავლობაში მოდის გაზი. ეს არის ბიოგაზი, რომელიც გარკვეულწილად შეიძლება იყოს მომწამლავი, რა თქმა უნდა, სადაც უკვე იმატებს, ესე ვთქვათ, მისი სიმძლავრე და ის არის აუცილებლად რომ უნდა გაკეთდეს გაზშემკრეფი და ჩირაღდანი, როცა ესე ვთქვათ, არსებული სუნი მოსახლეობამდე არ მივიდეს. ის სტანდარტი, რაც შეეხება პოლიგონისა და მოსახლეობის დაშორებას, ეს დაცულია, 2 კილომეტრზე მეტია. პოლიგონიდან მოსახლეობამდე, თუმცა რა სტანდარტი მინდა აღვნიშნო, რომ აეროპორტამდე იმ სტანდარტებს არც ვაკმაყოფილებთ, რაც იკაოს სტანდარტებში ჯდება, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მისი განლაგება ფრენებს არ შეუსწრებს და არ უშლის. ხო, იყო ასე აზრი, რომ შეიძლება აეროპორტისთვისაც ერთგვარ საფრთხეს წარმოადგენს. არ უშლის ხელს და მით უმეტეს ახლა ჩვენ მოგვიანებით ქარხანაზეც ვისაუბრობ და ქარხანაზეც რა პრობლემაც არსებობს იმასთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს სამუშაოები, რომ აუცილებლად მიმდინარეობს, უკვე ამ, ასე ვთქვათ, მმართველობის და მენეჯმენტის ხელში გადაწყდა. ჩვენ პირველ გადახურვას სრულყოფილად ვაკეთებთ, სრულყოფილად ჩავსვამთ კონსერვაციის რეჟიმში, რაც უნდა იყოს და აუცილებლად გავაკეთებთ ის გაშემკრებებს, რათა სუნი არ არსებობდეს პოლიგონში. და თქვენ თუ გაქვთ ინფორმაცია ყოფილ ნაგავსაყრელებთან დაკავშირებით, რომელიც იალღუჯაზე და აღარ მახსოვს ზუგდიდში იყო განთავსებული, იმიტომ რომ ითვლება, რომ მიუხედავად იმისა, რომ ისინი გაუქმებულია, ისიც მაინც შეიცავს წყაროს წარმოადგენს და მოსახლეობა ძალიან შეწუხებულია.
გახსენებთ ეს ორი ნაგავსაყრელი ეს არის რა თქმა უნდა ძველი სტანდარტებით აშენებული სადაც ყოველდღიური პატრულირება მიმდინარეობს მერიის კეთილმოწყობის სამსახურის მიერ და ის ასე ვთქვათ ცხელი კერები რაც შეიძლება იქ იყოს მეტნაკლებად ასე ვთქვათ უზრუნველყოფილია და ჩვენ არ გქონია ჯერჯერობით არც ერთი შემთხვევა იმისა რომ იქიდან რამე გაჟონვა მოხდარიყოს ან სხვა შესაბამისი პრობლემა დაფიქსირდება კონტროლირდება დღეს ერთადერთი ნაგავსაყრელი გვაქვს ნორიოს თბილისში ნორიოს ნაგავსაყრელი საკმარისია ეს მე მოგახსენებთ თუ აი სამომავლო გეგმებმა ინტერესებს იგეგმება თქვა მსგავსი ნაგავსაყრელის აშენება სხვა ადგილას სხვა ტერიტორიაზე ნაგავსაყრელის ტერიტორია ძალიან დიდია მოდის დავიწყოთ პირველი უჯრედი დაიხურა და პირველი უჯრედის დახურვას სადღაც 4 წელი სჭირდება ეს არის 8 ჰექტარზე 35 მეტრ სიმაღლეზე განთავსებული ნაგავი სადაც თავის ტექნოლოგიურად დამუშავება მიმდინარეობს ანუ დაახლოებით ერთმა უჯრედმა ესე ვთქვათ მისი სიცოცხლის უნარიანობა იყო 4 წელი ეხლა მიმდინარეობს მეორე უჯრედში ამის განთავსება, ესე ვთქვათ და გაუნებელყოფა, სავარაუდოდ მისი ნაგვის ზრდის ტემპებიდან გამომდინარე, სადაც 3 წელიწად ნახევარს ფიქრობთ და ისევ არის გვერდზე მესამე უჯრედის შესაძლებლობა, რომელიც გახსოვთ, მაგრამ მე ვფიქრობ ეს არ დაგჭირდება, იმიტომ რომ ისევ ქარხნის თემაზე რომ გადავიდეთ, ის სულ სხვა ტექნოლოგიური პროცესებია და ფაქტიურად ის ნარჩენი, რომელიც უნდა დაიმარხოს, ის იწევა პროდუქციად და ამისგან მივდივარ და განსაკუთრებულად ვინ ამაზე ვილაპარაკო. ბატონო ლევან, ჩვენ აუცილებლად ქარხნის შესახებ ვისაუბრებთ, მაგრამ ვიდრე ვისაუბრებთ ქარხნის საკითხზე, მინდა მაყურებელს განვუმარტოთ ეს რეკვიზიტები რატომ მოვიტანეთ. ეს არის ნაგვის ის ტიპი, რომელიც რადიოაქტიურად საშიშია და მავნეა, ამიტომ მას კიდევ განსაკუთრებულად იზოლირება სჭირდება და მოვაპატრონება სჭირდება. რომელთა შერევა ნაგავთან არ შეიძლება. დიახ. ძანდებით პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის და აი ამ საკითხით როგორც ნარჩენების მართვა ნარჩენებია დაინტერესდით და ესე ფართოდ აშუქებთ მაყურებლისთვის. თქვენს მიერ წარმოქმნილი ეს ნივთები არის საყოფაცხოვრებო, არ საყოფაცხოვრებო ნარჩენებში, ანუ ყოველდღიურ ყოფაცხოვრებაში, ჩვენ ყოფაცხოვრებაში წარმოიქმნება და აუცილებელია მათი ცალკე შეგროვება. ყველაზე ცუდი და ყველაზე არასასურველი რაც ეხლა ხდება საქართველოში და მათ შორის თბილისშიც არის ის, რომ ეს თქვენს მიერ წარმოქმნილი ეს ელემენტები გავაკეთოთ, რომ მაგათ რაღაცა ამოწურავი ინფორმაცია მიიღოს. ეს არის გამოყენებული შპრიცები, ელემენტები, ერთჯერადი ელემენტები ასაუბროთ. ნატურა, როგორც ვიცი ასე ხო? ეს არის ეკონომია, თუმცა კარგია რომ ენერგოეფექტურია, მაგრამ ამავე დროს გარემოსთვის საშიშია, რადგანაც ის ვერცხლის წყალს შეიცავს. ანუ მე მინდა იმას დავუბრუნდე, შესაბამისად თერმომეტრით. დიახ, იმიტომ რომ ვერცხლის წყალს შეიცავს და ელემენტებიც, მათ შორის ეს ერთჯერადი ელემენტებიც ვერცხლის წყალს შეიცავს. მე მინდა დავუბრუნდე იმ თემას, რომ აი ყველაზე ნამდვილად არასასურველი და არასასიამოვნო ის არის, რომ ეს ჩვენ ყოფაცხოვრებაში წარმოქმნილი ესეთი სახიფათო ნარჩენები ხდება ჩვეულებრივ კონტეინერში. ამით შეგროვება უნდა მოხდეს იზოლირებულად, ცალკე, მათი გაუვნებელყოფა და შემდეგ მისი განთავსება, მაგრამ დღესდღეობით არ იძლევა ამის საშუალებას ჩვენი ეს ნარჩენების ესე ორგანიზებულად შეგროვება, რომ მოხდეს ესე და სამწუხარო კიდევ ის არის, საქართველოში არ გვაქვს სახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელი პოლიგონი რომ მოხდეს ამათ განთავსება იგეგმება თქვათ მსგავსი პროექტის და იდეის განხორციელება რომ ცალკე არსებობს სეპარირება მოხდეს არა და ცალკე განსაკუთრების აი ამ საშიში ნივთების ასე თქვათ ნაგავსაყრელი ჩემი ინფორმაციით დედაქალაქში არ არის სახიფათო ნარჩენების პოლიგონი არის კახეთის რეგიონში ერთ-ერთ სოფელში რომელიც გადაცემულია ფიზიკა-ტექნიკის ინსტიტუტს და არის კონსერვაციის რეჟიმში მე მინდა გითხრათ რომ არსებულ პოლიგონზე ჩვენ სრული ესე ვთქვათ დაცული პაკეტი გვაქვს რადიაციული დეტექტორები გვაქვს როგორც სტაციონარული ასევე პირადული ხელსაწყოდან გამომდინარე და იქ არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა რომ რაღაც რადიაციული ნივთიერება ეს უფრო დაგასვება ჩვენ არსებულ პოლიგონზე ასევე მინდა გითხრათ რომ დედაქალაქში საერთოდ არ არსებობდა სამშენებლო ნაგავსაყრელი სადაც მტკვარის კალაპოტიც ნაგავსაყრელი რომელიც მტკვრის კალაპოტიც კი შეიცვალა ესე ვთქვათ და დედაქალაქის მთავრობის გადაწყვეტილებით უკვე მიწის 12 ჰექტარი მიწის ნაკვეთი გამოყოფილია გდანის ტერიტორიაზე
მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები და დაახლოებით უახლოეს ვადაში ჩვენ გავხსნით ახალ ნაგავსაყრელ სამშენებლოს, რომელიც უკვე ბევრად მოაწესრიგებს არსებულ პრობლემატიკას. გავუტან მაგას მინდა ვკითხე, კონკრეტულად დავუშვათ აი თითოეული ნივთი, აი მაგალითად ეს მახატი, აი თუნდაც უსარგებლო საბურავის მაგალითზე რომ ვისაუბროთ, როგორც ვიცი, ძალიან დიდი დრო სჭირდება კონკრეტულად ამ დაშლა და ნაშრომის რედაქცია. აი რა საფრთხე, რა კონკრეტულად რა საფრთხის მატარებელია. ნუ ეს გასაგებია რომ შეიძლება ნაგვის დახარისხებისას იმ ადამიანს, ვინც კონკრეტულად მუშაობს, დაზიანება მიაყენოს, ხო? თუ შეიძლება თქვენს მიერ წარმოდგენილია ეს ნივთები არ შეიცავს რადიაციული არ არის. არის სხვა ტიპის სახიფათო ნარჩენებზეა საუბარი და არა რადიაციულ ნარჩენებზე. რა თქმა უნდა, ამათი შეგროვება იმიტომ არის აუცილებელი რომ მავნე ნივთიერებებს შეიცავს გარემოში ის სხვა ნარჩენებთან შერევის შემთხვევაში შესაძლებელია შევიდეს რეაქციაში და დაბინძურდეს ეკოსისტემის სამივე კომპონენტი. ეს არის რა თქმა უნდა ეს არის ნიადაგი, წყალი და ჰაერი და შესაბამისად კიდევ ბიომრავალფეროვნება. ზოგადად მთელ მსოფლიოში ეს ნარჩენების რაოდენობა რა თქმა უნდა იმატებს, თბილისის მაგალითიც გვაძლევს ჩვენ ამას სახეზია და ამავე დროს შეიცვალა ნარჩენების შემადგენლობა. აი ნივთები, აი გაჩნდა ისეთი ნარჩენები, როგორც არის ელექტრონული ნარჩენები, ეს არის კომპიუტერები, ტელევიზორები და ასე შემდგომ. ამიტომ ამათი შეგროვება აუცილებელია, რომ მოხდეს სეპარირებულად და ამაზე ინფორმაცია აუცილებლად უნდა მიეწოდოს რა თქმა უნდა მოსახლეობას. რამდენადაც თქვენთვის ცნობილია, რომ იანვრიდან უკვე შევიდა ძალაში ნარჩენების მართვის კოდექსი, რომელიც ავალდებულებს თვითმმართველობებს, რომ ქონდეს ნარჩენების მართვის გეგმა, სადაც კონკრეტულად გაწერილი იქნება ასევე ასეთი ტიპის საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან მოპყრობის წესები და მათი ძალსაკი შეგროვება და ასე შემდგომ. შეგვიძლია ამ ჩამონათვალს დავამატოთ საღებავის კოლოფი გამხსნელების ესენი სახიფათო ნარჩენების ჩამონათვალში შედის. ცალკე უნდა შეინახოთ. აი საბურავზე ახსენეთ თქვენ რომ რატომ არის ეს მავნე და თუნდაც პლასმასის ბოთლები და პოლიეთილენის პაკეტ ბუნებაში დაშლა ძალიან დიდი დრო ჭირდება ბევრი წლები 1000 წელი. მაგალითად მინა რომელიც ნამსხვრევები თქვენ გაქვთ მოტანილი საერთოდ არის რომ ფაქტიურად არის რომ 4000 წელი ეს მეცნიერები ამბობენ 4000 წელი ჭირდება მის დაშლას და პლასმასის კიდევ არის 450-დან 1000 წლამდე. ანუ ბუნებაში მოხვედრილი ეს მასალები, ეს ნივთები არასოდეს ეს ნარჩენები არ იშლება და ისეთნაირად ხვდება და ამიტომაც არის რომ აი ეს რადგანაც თვითდაშლას არ ეკონდებარება და ამიტომ უნდა იმართოს ისინი სწორად და მართებულად. დღეს ხათაშორის ჭია კოკონობა და მახსოვს საბურავი აქტიური თემა იქნება. რა თქმა უნდა ნებისმიერი ნარჩენის დაწვა აკრძალულია თუ ის სპეციალურ ქარხანაში არ იწვება და მისგან რაღაც სასარგებლო არ მიიღება. საბურავების დაწვა მარტო ის არა, მარტო ის ჩავთვალოთ რომ როგორი ბოლი წარმოიქმნება, ჰაერს როგორ აბინძურებს და ასე შემდგომ. ეს კაცრად ისჯება კანონმდებლობით. არა მარტო საბურავების ხათაშორის ეს არის ეხება პლასმასის ბოთლებს და ეს ეხება ფოთლების და აი საერთოდ ესეთ შემოდგომაზე ჩამოწვენ განსაკუთრებით ნახავთ ალბათ ქალაქგარეთ თუ გავხოთ რომ თბილისში ეს დიდი ხანია უკვე აიკრძალა და არ ხდება თუმცა რეგიონებში მუნიციპალიტეტებში ჩვენ ამის შემთხვევები გვაქვს დასუფთავების დროს აი გაზაფხულზეც ნაკვეთში გადიან აი რატომღაც გონიათ რომ თუ დაიცვება და რაღაც ეს სასარგებლოა და კარგია მაგრამ ამით ძალიან მავნე ნივთიერებებს გამოგებლებსაც აქვს მაგრამ ეს მითია ნიადაგში არის ისეთი რა ქვია პარაზიტები თუ ჭიაყელები და რაღაცები რომელიც ამ თვის დროს იღუპება რომელიც აუცილებელი არის ნიადაგის საფრთხეების მადანა თემა რომელიც სურს რომ განვავრცოთ ეს არის ნაგვის სეპარაცია ჩვენ ვიცით რომ ევროკავშირის ძალიან განვითარებულ ქვეყნებში 20 სახეობაზე მეტიც კი არსებობს როგორ უნდა დავახარისხოთ ნაგავი თუმცა მე მგონი იდეალური ჩვენთვის 20 ცოტა დიდი რიცხვია იდეალური იქნება თუ 7 არის რაღაცა ესეთი კლასიკური სახეობა ხომ 7 სახეობა რის მიხედვითაც უნდა დავაცალკევოთ ჩვენი ნარჩენები. სამთავრობების წარმომადგენლები ამბობენ ორ ტიპს თუ გავმიჯნავთ.
ჩვენ თუ ეს არის სველი და მშრალი ნარჩენები. პირველი არის სველი, ეს არის ორგანული ნარჩენები, სამზარეულოში რომელიც წარმოიქმნება ამ ორგანულ ნარჩენებზეა საუბარი. ლილოს ნაგავსეყრელად ახლა თქვენ ახსენეთ რომ იქ ხდება გაზის შეგროვება მოხდება და იცლებ რომ დაიხუროს წლების განმავლობაში მოხდება მისი შეგროვება ზუსტად ამ ორგანული ნარჩენების შედეგად წარმოიქმნება ეს მეთანის გაზი რომის შეგროვებაც შემდგომ მოხდება და აი ეს თუ მოვახერხებთ რომ ეს ორგანული ნარჩენების გამოცალკევება მოხდეს და მისგან დამზადდეს კომპოსტი რომელიც ძალიან კარგია ნიადაგის განაყოფიერებისთვის გაიოლდება იმ დანარჩენი ნარჩენის გადამუშავება ანუ დახარისხებულად შეგროვებული ნარჩენების გადამუშავება ძალიან რა თქმა უნდა და ხელმისაწვდომია და მინდა აქვე დავამატო რომ აი ჩვენ ნარჩენების მართვის კოდექსში ნარჩენი მოიაზრება როგორც ნედლეული როგორც რესურსი მეორადი რესურსი გადამუშავებისთვის და მისგან სხვადასხვა პროდუქცია მზადდება მე მოგიტანე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საერთოდ საზოგადოების ინფორმირებულობას ნარჩენების საფრთხეების შესახებ ჩართულობას ზოგადად ჩვენ აღნიშნეთ რომ და მეც მინდა აღნიშნო რომ ჩვენი გადაცემა მეგონი სწორედ ამას ემსახურება რომ საზოგადოებამდე მივიტანოთ ის სწორი ინფორმაცია რაც აუცილებელია ყველასთვის შესახებ და იმის რომ ნარჩენები არის რესურსი და მისი გადამუშავება შეიძლება და მე მოგიტანეთ აგერ რამოდენიმე ფერადი წიგნები რომელიც ეს არის ნარჩენების დახარისხება როგორ უნდა მოხდეს სკოლებისთვის მამზადება ძალიან კარგად არის გამოხატული მეგონი ნაცვლად ჩანს ორგანული მწვანე ფერი ყველა იმას კატეგორიას პლასმასი წითელი ფერი მინა ყვითელი ფერი ქაღალდი ლურჯი ფერი ბატონო ლევან აქამდე რაც ჩვენ კანონმდებლობით ვალდებულება გვაქვს პირდაპირ გაწერილი თავისთავად და მემზადებით 2018 წლისთვის უნდა იყოს ჩვენ ამისთვის მზად 2018 წლისთვის შეიძლება ითქვას რომ თბილისის ქუჩებში იქნება სხვადასხვა ფერის ურნები და მოსახლეობა ვალდებული იქნება რომ დაიცვას ეს წესები რა თქმა უნდა ვალდებული იქნება და დამატებითაც მინდა გითხრას ცნობიერების სამაღლებისთვის ძალიან დიდი სამუშაო იქნება გასაკეთებელი. ეს იქნება რა ვიცი სასწავლო დაწესებულებებში, უნივერსიტეტებში აბსოლუტურად ყველასთვის ისე ვთქვათ მისაჩნევი რომ ჯერ ერთი დავიწყო და მეორე სხვაგანაც ჩავყაროთ ეს უკვე სხვა მეორე პრობლემაა. გახდეს სავალდებულო ყველასთვის თითოეული ჩვენთაგან ისიც რომ ნამდვილად ეს ჩვენი პასუხისმგებლობა. დავამატებდი იმას რომ ეს ძალიან დიდი ინფრასტრუქტურას მოითხოვს ეს მთლიანად ნარჩენების მართვა ეს სხვა ფერის კონტეინერები შესაბამისად მანქანებიც დიდი რაოდენობა იქნება აუცილებელი და ასე შემდგომ და ჩვენ მონაწილეობას ანუ საზოგადოების მონაწილეობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს არის სფერო, სადაც 50-50-ზე ნაწილდება პასუხისმგებლობაზე. ბატონმა ლევანმა აღნიშნა, რომ აუცილებელია განათლება, აუცილებელია სწორი ინფორმაციის მიწოდება და მე მგონი ჩვენ დავიწყეთ დღეს ქაღალდი ცალკე. მოდი აქ შეგვიძლია ჩამოვთვალოთ კონკრეტულად. ქაღალდი უნდა იყოს ცალკე. მინა და მუყაოჩი შეგვიძლია მაგალითად მინა მონაწილეა ცალკე. პლასმასი პოლიეთილენი შეგვიძლია ერთად გავარჩიანოთ და ცალკე მრავალჯერადი გამოყენების პოლიეთილენი. კი ბატონო, ლითონი ლითონის ნივთები, ხე, ტექსტილი, ანუ ტანსაცმლის ნარჩენები და ორგანული ნარჩენები. ეს არის კატეგორია, რომელიც საუკეთესო იდეალური ვარიანტია. თუ პირველ ეტაპზე დავიწყებ და მერია სამი ძალიან დიდი სურვილი აქვს, რომ ეს სველი და მშრალი ნარჩენების თავიდანვე მოხდეს განსაკუთრება, ეს ძალიან დიდი შეღავათ იქნება იმ გადამამუშავებელი საწარმოებისთვის, რომელიც საქართველოში არსებობს. თქვენ წარმოიდგინეთ, გვაქვს პლასმასის გადამამუშავებელი ქარხანა, მინის გადამამუშავებელი ქსნის მინისტრის ქარხანა, რომელიც მრავალ აი სხვადასხვა ფერის მინას გადამუშავებასაც კი ახორციელებს და მაკულატურის გადამამუშავებელი რამოდენიმე საწარმო გაგვაჩნია. ლევან, იცით რა მაინტერესებს? ჩვენ საუბრობთ 2018-ზე და თქვით რომ 2018 წელს უკვე თბილისის ქუჩებში იქნება ეს სხვადასხვა ფერის ურნები, მაგრამ სახლში შესაბამისად სახლშიც უნდა იდიას. ანუ ყველა ოჯახმა უნდა შეიძინოს შესაბამისად. პაკეტში ამის არევას უკვე აზრი არა აქვს. იქიდან გამომდინარე რომ მაშინ სადმო ჩაგდო რომ ამიტომ ვიძახე რომ ყველაზე დიდი მომენტია თქო დავხარჯეთ ფული გავაკეთე გადაიარაღება ყველაფერი ესე ვთქვათ მაგრამ ცნობიერებიდან გამომდინარე ერთ ცელოფნის პაკეტში მოხდა ეს ყველაფერი თქო მაშინ თქო ასრს კარგად ყველაფერი ანუ მაინც უნდა დავიწყოთ მე ვფიქრობ ცნობიერებიდან თქო ფულის დასახელო პროგრამაში
შეიტანოთ ბროშურები მსგავსი, რომ მოსწავლეებისთვის თან საინტერესოც იყოს და არ იყოს მათთვის მოსაბეზრებელი. იმიტომაც შევქმნით ესეთი ფერად, ესეთი ეს რომელიც სკოლაში არის. ყველა სკოლასთან. დიახ, ეს დავსწავლოთ საქართველოს პროექტის ფარგლებში ხორციელდება. ეხლა ამ ეტაპზე მე ამ გთხოვა რომ ბაღებიშიდაც შევიტანოთ და სახელმწიფო 160 ბაღია თბილისში და ჩვენ ყველა ჯგუფს, ყველა ბაღის, ყველა ჯგუფს მივაწვით ამ ესეთ ლამაზ ფერად სახელმწიფოებს რომ დავიწყოთ იმას აკიდან და გავაცნოთ ამ ნარჩენების შესახებ ყველა ინფორმაცია. სახის პირობებში არ არის რამე უფრო ტექნიკურად თანამედროვე, მაგალითად ამერიკის მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ონკანებში აქვს ჩამონტაჟებული რაღაცა ტიპის ნაგვის ონკანებში. ნიჟარაში უფრო სწორედ, ნიჟარაში ჩამონტაჟებული არ გინახავს ფილმი ჩაყარდა და ის რაღაცა მუშავდება. მე მინახავს ანუ ფილტრაციას განიცდის თვითონ ნიჟარაში ანაწევრებს და აღუცმაცებს. მე უფრო მეცად ვიტყვის ნიუ-იორკში დიდი სახლების ქვემოთ თავისი პატარა ნაგვის გადამამუშავებელი ქარხნები საერთოდ. ეს ოცნების სფეროა ჩვენთვის. ტექნოლოგია მაღალ დონეზე მიდის. ბატონო ლევან, აუცილებლად უნდა ვისაუბროთ ნაგავ გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობაზე, ხომ, რომელიც უკვე დაწყებულია. მოგახსენებთ, მე მინდა გითხრათ, რომ 27 თებერვალს ამ წელს დაიდო, ასე ვთქვათ, ეს დოკუმენტი შეიქმნა უწყებათა შორისი კომისია, სადაც ჩვენ ვიწვევთ ინვესტორებს ნაგავ გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობისთვის. მოგეხსენებათ, ბევრი ტექნოლოგია არსებობს, ისეთი როგორც ვთქვათ, დიზელის წარმოება, საწვავი ბრიკეტების წარმოება, ელექტროენერგია, თბოენერგია და ასე შემდეგ და ჩვენ ვფიქრობთ, რომ აუცილებლად ის მიმზიდველია ის ნაგვის რაოდენობა, ნარჩენის რაოდენობა, რომელიც არის დედაქალაქში და შესაბამისად 50-მდე პირს დაინტერესებულ პირს დედაქალაქის მერით შეხვდა მუშაჯგუფიც მუშაობს და 15 აპრილს არის ბოლოვა და ესე ვთქვათ დოკუმენტაციის წარმოდგენის და იმ ტექნოლოგიურ პროცესების გაჩნობის თუ რას გვთავაზობენ დღეს. აქ არის საუბარი დაახლოებით მშენებლობის პროცესში 2000 ადამიანის დასაქმებამდე და ოპერირების პროცესში სადღაც 500 ადამიანის დასაქმებამდე, სადაც ერთ-ერთი პირობა იმ დოკუმენტში რაც ჩავდებით არის მინიმალური 70% საქართველოს მოსახლეობა უნდა იყოს დასაქმებული, ეს თავისთავად მოიტანს გადასახადებს და ასე შემდეგ, მაგრამ ყველაზე დიდად გადაგვიწყვიტავს იმ პრობლემას, რაცაც ნარჩენის დღეს ესე ვთქვათ, გაუნებელყოფაში ჩვენ სახსრებს რესურსს და რაღაც სხვა პოზიციებს ესე ვთქვათ, იმ პროდუქციას მარხავ და გაუნებელყოფ დღეს იმ ესე ვთქვათ ნარჩენით გამოვა საბოლოო პროდუქცია, რომელიც პივა მომხმარებელამდე საკმაოდ დიდი ეკონომიური ეფექტია, მივდივართ ესე ვთქვათ საერთაშორისო ევროპული განვითარებული ქვეყნების ტექნოლოგიამდე, პირადად მე გავხდით რამოდენიმე ქვეყანაში, სადაც ვნახე ეს თუ როგორ დრას აკეთებს და მე ვფიქრობ, რომ ეს უკვე ყველაზე ესე ვთქვათ მნიშვნელოვანი ჩვენი ნარჩენების მართვის კუთხით და იქნება ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯი. ამისთვის მზად ვართ და ვემზადებით ველოდებით წინადადებებს. და ქარხნის მშენებლობაც იგივე ვადებში იგული 2018 წელია ამ შემთხვევაში. არა, ქარხნის აშენება მე ვფიქრობ უფრო ადრე იქნება. აბა რა თქმა უნდა, ჩვენ ვფიქრობთ, რომ გამარჯვებულს გამოვავლენ ჩვენ ამ წლის ბოლოსთვის, სადაც ნოემბერ-ოქტომბრის თვეში და უკვე წელიწად ნახევარი მაქსიმუმ ჭირდება, წელიწად ნახევრამდე უკვე ქარხნის გაშვებას. მე ვფიქრობ, რომ სკეპტიკოსები ამბობენ ბუნებრივია ჩვენ ყველა იმ შეკითხვასაც, რომ საზოგადოებაში ჭირდება და ჩვენს გვესმის სკეპტიკოსები ამბობდნენ, რომ საქართველო არ გამოიმუშავებს იმ რაოდენობის ნაგავს, რომ სჭირდებოდეს ნაგავ გადამამუშავებელი ქარხანა, შესაბამისად ქარხნის ეს ბუზი, ეს წადი ცოტა ხარ. შესაბამისად ეფექტური რო იყოს, თამართლებული რო იყოს, რომ მე გეტყვით, რომ რაოდენობა საკმაოდ დიდია, 1000 ტონაზე მეტი ყოველდღიურად, მაგრამ აქ ხაზგასმული ალბათ მორფოლოგიურ შემადგენლობაზე, რასაც სპეციალისტები იძახიან, მაგრამ მე უფრო მეტსაც გეტყვით, რომ მორფოლოგიურ შემადგენლობაში იმ შემთხვევაში ტექნოლოგიური პროცესები ისე მიმდინარეობს და ისე მიდის, რომ მორფოლოგიურ შემადგენლობას დიდი ყურადღება არ აქვს. ეხლა რატო ვიძახი ამას, რომ თქვათ მეორადი გადამუშავება, როგორც აქ ვახსენეთ, ეს არის პეტი, ეს არის ქაღალდი, რომელიც ისევე უკვე მატერიალურ რესურსად იქცევა და არსებობს ამის მოთხოვნა. ფაქტიურად ეს შეგვიძლია როგორც პროდუქტი გავყიდოთ გადამუშავების გარეშე, მაგრამ ის რაც რჩება გადასამუშავებელი, იქიდან არის საუბარი დიზელის გამოშვებაზე. მე გეტყვით, რომ აი მაგალითად შვეიცარიაში დიზელის წარმოება მოდის ნახევრიდან. ვთქვათ, ხორვატიაში ეს არის ფოთლებიდან. ანუ დღეს ტექნოლოგიური პროცესი ისე არის წინ წაწეული, რომ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ
სხვადასხვა ნარჩენიდან გამოვიდეს საბოლოო ჯამში ის პროდუქცია, რომელიც არის მოთხოვნა. მე ვფიქრობ ამას, იმიტომ რომ მე ძალიან ბევრი კონსულტაცია მქონდა წამყვან ევროპის ქვეყნებთან, რომელიც ანალოგიური პროცესით არის დაკავშირებული და იმ პოტენციურ ინვესტორებთანაც, რომელიც აპირებენ ამას შემოსვლას და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ გამარჯვებული ვიყოლეთ. ძალიან კარგი. ქალბატონს მაგას რომ კითხო თუ რასაც დამავიწყოთ თქვენ სახელა ზოგადად ჩვენი დაუდევრობით ნაგვის ამ შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის ხშირ შემთხვევაში ურნამდე სეპარირებას ვინჩივის შემთხვევაში ურნამდე რა შედეგები მოყვება ამ ყველანაირ არა უდიერთქმედებებს რასაც ჩვენ ჩავდივართ ზოგადად დედამიწას დასულარეთ ეკოსისტემას რა დღეს შევაგდებთ ამ შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის რომ ვინცურებთ ყველანაირი ამ ნივთიერებებით და ამ ნარჩენებით, რომელიც ხდება გარემოში. იმდენად გაიზარდა ნარჩენების რაოდენობა მთელ სოფლიოში, რომ კუნძულები გაჩნდა და ეს კუნძულები ოკეანეებში დაცურავს. მეორე ის, რომ რაც უფრო მეტად იზრდება ნარჩენების რაოდენობა, კიდევ ჭირდება ნაგავსაყრელები. ნაგავსაყრელის აშენება ეს არის ძალიან ძვირადღირებული სიამოვნება იმ სტანდარტებზე, რომელსაც ბატონ ლევანი საუბრობს, ესეთი სტანდარტების ნაგავსაყრელის და რაც უფრო მეტი ნარჩენი კიდევ საჭირო ხდება ნაგავსაყრელების გაჩენა. ეს ყველაზე მთავარი საერთოდ ნარჩენები იმართება შესაბამისი იერარქიის მიხედვით, ამას ქვია ნარჩენების მართვის იერარქია, მოდის შემცირებაზე. ყველაზე პრიორიტეტული ამ იერარქიაში არის ნარჩენების წარმოქმნის შემცირება. ანუ ჩვენ თვითონ ეს არის თვითონ ადამიანზე დამოკიდებული წარმოქმნათ უფრო ცოტა ნარჩენი და ამავე დროს ტექნოლოგიებზე, ანუ ქარხნებში მოხდეს ისეთი ტექნოლოგიების დანერგვა, რომ ნაკლები ნარჩენი წარმოიქმნას. დიახ. მეორე ადგილზე არის ხელმეორედ გამოყენება ყოველგვარი ტექნოლოგიების გარეშე, მესამე არის გადამუშავება და მეოთხე არის დაწვა ნარჩენების დაწვა სპეციალურ ინსინერატორებში, ოღონდაც მხოლოდ ენერგიის მიღების მიზნით. ხა მე მინდა ვთქვა, რომ ესეთი წამყვანი ქვეყანა როგორც შვედეთია 99% მათ მიერ წარმოქმნილი ნარჩენების გადამუშავება მხოლოდ 1% გადის ნაგავსაყრელს. ხა გადამუშავებაში რა იგულისხმება? იგი გადამუშავება ეს არის 59% მოდის ნედლეულად აღდგენაზე, ანუ მეორადი ნედლეულის გამოყენება და დანარჩენი მოდის დაწვაზე. ანუ სპეციალურ ინსინერატორებში იწვება და მიიღება იქიდან ან თბური ენერგია, ან ელექტროენერგია. და იმდენად კარგად არის ეს განვითარებული, რომ იქ წარმოქმნილი ნარჩენები არ ყოფნის და სხვა მეზობელი ქვეყნებიდან ხდება იქ შეტანაზია და თქვენაც ბრძანეთ აი ნარჩენებთან აი სკეპტის აქ არის ნარჩენების დაწვასთან დაკავშირებული ანუ გადამუშავების რა მეთოდოლოგიას გამოიყენებს და რას მიანიჭებს მერია პრიორიტეტს დაუშვათ ამ ქარხნებს მშენებლობას ჩვენთვისაც ძალიან საინტერესო იქნება აუცილებლად ჩავერთვებით ამ საქმეში რადგანაც ეს მოითხოვს გარემოზე ზემოქმედების ნებართვა ანუ ამ ქარხანას უნდა კონდეს სპეციალური ნებართვა ჩვენ გვეცოდინება რა ტექნოლოგიებით მოხდება იმათი გადამუშავება და რა პროდუქცია მე რამდენად უსაფრთხო იქნება ის შემდგომი ისევ ჩვენ ვართ ძალიან დიდი მადლობა მე დიდი მადლობა მინდა გითხრათ იმისთვის რომ სტუდიაში მოგბრძანდი და მართლაც ამომწურავი ინფორმაცია მოგვეწოდეთ ყველაფრის შესახებ რაც ჩვენ გვაინტერესებდა და ბუნებრივია ჩვენს ტელემაყურებელს მინდა წარმატება ვუსურვო ეს ძალიან რთულ საქმეა რომელსაც ეჭირებით და იმედია რომ ყველაფერი ძალიან კარგად იქნება თქვენი მცდელობა ამის შედეგს მოიტანს და სანამ რეკლამაზე გავალთ მაგალითი მიცეთ ჩვენს ტელემაყურებელს იმისთვის ეს არის გუშინდელი გადაცემის რამდენიმე ფურცელი რომელიც არ გჭირდება და ჩვენს ტელევიზიაში გვაქვს ასეთი მწვანე ყუთი სადაც ქაღალდის ნარჩენებს ნამდვილად რეკლამის შედეგად გავუწევთ.